იყო ერუ, ერთიანი, რომელსაც ილუვატარს უწოდებენ. პირველად შექმნა აინურნი, წმიდანი, ნაყოფნი თავის განზრახვათა და მისცა მათ მრავალი თემა მუსიკის შესათხზავად. ამღერდნენ აინურნი და სიხარულით აღივსო ილუვატარი. თუმცა თითოეული მხოლოდ იმ ნაწილს ხვდებოდა ილუვატარის განზრახვისა, რომლისგანაც თავად იშვა. ამგვარად, საკუთარი ძმებისთვის ყურის გდებით, ყოველი მათგანი ნელ-ნელა იზრდებოდა. და აჰა, უხმო ილუვატარმა ყოველ აინურს და მისცა მათ დიდებული თემა და უთხრა: მოგეცით თემა, რათა იმღეროთ ხმაშეწყობილად და შექმნათ მუსიკა დიდი. მე დავჯდები და გისმენთ და ვიხარებ, რომ თუ თქვენის მეშვეობით სიმღერასაშინა უდიდესი სილამაზე აღმოცენდება. და ვითარცა ურიცხვი ქორო, ამღერდნენ აინურნი. გაისმა დაუსრულებელი მუსიკა, ჰარმონიულად გადაქსოვილი მელოდიები. სიმღერის ექოსიცარიელეს მისწვდა და უმალ არაცარიელი ქმნა იგი. მაგრამ თანდათან, რაც უფრო ვითარდებოდა თემა, მელკორმა მასში საკუთარი წარმოსახვის ნაყოფის ჩაქსოვება დაიწყო, რაც ილუვატარის თემას სრულებით არ შეესაბამებოდა. ნაწილი ამაზრებისა სიმღერაში ჩააქსოვა, რითაც უმალ არაკეთილხმოვან იქნა მუსიკა. მელკორის არაკეთილხმოვანება შორს გავრცელდა და უწინდელი მელოდია მღრელვარე ზღვის გრუხუნად იქცა. ილუვატარი იჯდა და ისმენდა, სანამ მისი ტახტის ირგვლივ ჭექა-ქუხილი არ ატყდა. მაშინ წამოდგა ილუვატარმა. მან მარჯვენა ასწია და ჭექა-ქუხილში ისევ ახალი სიმღერა გაისმა. მელკორის არაკეთილხმოვანება ისევ უფრო ხმამაღლა გაისმა და ილუვატარის თემას დაუპირისპირდა. ისევ წამოდგა ილუვატარი და ამ ხმაურში გაისმა მესამე მუსიკა, ნაზი და ტკბილი, წყლის ჩუხჩუხივით უბრალო, მაგრამ დაუცხრომელი. ორთაბრძოლის ჟამს განრისხვებული ილუვატარი მესამედ წამოდგა. ორივე ხელი აღმართა და ერთ აკორდში მუსიკა შეწყდა. და თქვა ილუვატარმა: ძლევამოსილნი არიან აინურნი და მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი არს მელკორი, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მე ილუვატარი ვარ. ყველას გიჩვენებთ, რასაც მღეროდით და თავად ნახავთ, რა შექმნა ნამღერმა თქვენმა. შენ კი მელკორ, მიხვდები, რომ ვერავინ შეცვლის მუსიკას ჩემ და დაუკითხავად. ის, ვინც ამას ლამობს, თავის დაუნენდარბად ჩემს იარაღად იქცევა უფრო ბრწყინვალე ჩანაფიქრების აღსასრულებლად. შეშფოთდნენ აინურნი. როს შევიდნენ სიცარიელეში, უთხრა მათ ილუვატარმა: იხილეთ მუსიკა თქვენი. და დაანახა ის, რაც მანამდე მხოლოდ ესმოდათ, და იხილეს აინურებმა ახალი ქვეყნიერება, სიცარიელეში ბურთად დაკიდული ბურთი. უთხრა ილუვატარმა: ეა, დაე იქმნას. სიცარიელეში დავანთებ ჩაუქრობელ ცეცხლს და ის ქვეყნიერების გულში დაივანებს და ქვეყნიერება შეიქმნება. ეს იყო ილუვატარის ახალი ქმნილება. ეა, ქვეყნიერება, რომელიც არის. ვალარნი ეაში დროის დასაბამში შევიდნენ და იმ ყოველივეს ახსრულებას შეუდგნენ, რაც იმღერეს. ვალარნი ქმნიდნენ, მელკორი ანგრევდა. რასაც კი ვალარნი წომოიწყებდნენ, მელკორი მის განადგურებასთან წაბილწვას მოინდომებდა. დედამიწამ ნელ-ნელა მაინც შეიძინა თავისი იერი და სიმყარე. ასე შეიქმნა ილუვატარის შვილთა სამოსახლეო.